რატომ ატარებენ იმერელი ბაგრატიონები G გენეტიკურ კოდს? სანამ საუბარს დავიწყებთ, ეს ვიდეო აუცილებლად გააზიარე, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს სიმართლის შესახებ. რუსუდან მეფე იყო თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა ღია სადინზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა, მაგრამ რუსუდანის შთამომავალ იმერელ ბაგრატიონებს აღმოაჩნდათ G გენეტიკური კოდი, უფრო კონკრეტულად G2-ია 1, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ღიას ადინი იყო ქართული წარმოშობის, ან სინამდვილეში ეს ისტორია არის გამოგონილი. მოდი გავყვეთ ისტორიულ ცნობებს. თუკი ერზრუმის სულთნის თოღრულ შახის ძე ღიას ადინი ატარებს G გენეტიკურ კოდს, მაშინ მისი ყველა შთამომავალი, უფრო კონკრეტულად იმერელი ბაგრატიონები ატარებენ G გენეტიკურ კოდს, მაგრამ თუკი ის ატარებს სხვა გენეტიკურ კოდს და მისი შთამომავლები ატარებენ სხვა გენეტიკურ კოდს, ანუ მისგან განსხვავებულ გენეტიკურ კოდს, გამოდის, რომ ის სინამდვილეში არ არის წინაპარი იმერელი ბაგრატიონების. არსებობს ეჭვები, რომ თვითონ ღიას ადინი იყო რუსუდანის მეუღლე და მისი შვილის დავით ნარინის მამა, მაგრამ რამდენიმე საუკუნეში უკვე ეს გენი ჩაანაცვლა ქართულმა სათავადაზნაურო ხაზმა. უფრო კონკრეტულად ეჭვები არსებობს დადიანებზე ან დადეშქელიანებზე. ეს ლოგიკა უფრო მართებულია, შესაძლოა რამდენიმე საუკუნის შემდეგ იმერელ ბაგრატიონებში განმეორებულიყო იგივე სცენარი, რაც განმეორდა თამარ მეფის და რუსუდან მეფის შემთხვევაში, ანუ ბაგრატიონს არ გაუჩნდა ვაჟი და გაუჩნდა გოგონა და შესაბამისად ჩაისიძეს დიდგვაროვანი ამ შტოში და ვინაიდან მიღებული ფორმა იყო დედით ან მამით ბაგრატიონი ბაგრატიონობდა. მსგავსი რამ გვინახავს, როცა ლაშა გიორგი იწოდება თამარ მეფის შვილად ძედ და არა დავით სოსლანის. ანუ თამარ მეფე, როგორც წოდებით ბაგრატიონი მეფე, მიიჩნეოდა გათანაბრებულად ვაჟი ბაგრატიონი მეფის. მსგავს შემთხვევები ჩვენ რუსეთის კარზეც გვინახავს, ანუ დედით რომანოვი მიიჩნევა მაინც რომანოვად. იგივე შემთხვევა ხდება პეტრე პირველის შთამომავლებთან მიმართებითაც. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, თუკი იმერელი ბაგრატიონები არიან მართლაც ერზრუმის სულთნის თოღრულ შახის ძის ღიას ადინის შთამომავლები, გამოდის, რომ ერზრუმის სულთანი თოღრულ შახი არის ქართველი. მაგრამ თუ მეორე თეორიას მივყვებით, არა თოღრულ შახის-ძე ღიას ადინია ქართველი, არამედ რამდენიმე საუკუნეში იმერელი ბაგრატიონების შტოში აღარ გაჩნდა ვაჟი, გაჩნდა ასული და შესაბამისად შემოისიძეს დიდგვაროვნული ქართული ერთ-ერთი შტო. საუბარია დადიანებზე ან დადეშქელიანებზე.